გინდა 400 შეიტანე, ხა თუ სერიოზულ ცვლილებას არ შეიტან, გინდა რეალისტურად ვაზროვნებ, რომ ვინმეს მოვთხოვო, რომ ყველას მოსაზრება გაითვალისწინოს. ნამდვილად მათ კარგად არ ახასიათებთ. 15 ივნისის არჩევნებისთვის დღეს ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ მიმდინარეობს თქვენთან კონსულტაციები და საერთოდ იყო ინფორმაცია, რომ თქვენი იდეა არის საპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება. არის თუ არა ესე და თუ არის, მაშინ რა არის ძირითადი მიზეზი? უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კვლავ არასახარბიელო საარჩევნო გარემოში ჩატარდება. კარგია, რომ დღეს არ გვცემენ და არ გვიჭერენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი თავისუფალი არჩევნების ჩატარებისათვის. მაგალითისთვის გამოდგება თუნდაც ის დისკრიმინაცია, რასაც ჩვენს პარტიას უწევენ, აშკარად, ესე ვთქვათ, ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ არც ერთი ის პოზიტივი, რომელიც შეიძლება კანონით მიენიჭოს ჩვენს პარტიას, არ იქნას ჩვენს მიმართ გამოყენებული, რომ ელემენტარულად თანასწორ პირობებში, მიახლოებულად თანასწორ პირობებში მაინც არ იყოს ჩაყენებული ჩვენი პარტია. რაც შეეხება, ვთქვათ, თავად არასაპარლამენტო ოპოზიციის მოლაპარაკებებს, მე ნამდვილად ვადასტურებ, რომ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პრაქტიკულად ყველა ძირითადი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია ვესაუბრებით ერთმანეთს. მე ყოველთვის მიმაჩნდა ის, რომ ვთქვათ, სასურველი იქნება თუ ოპოზიცია შეთანხმდება პრინციპებზე, ზოგადხედვებზე და ერთიანად ჩამოყალიბებული ფრონტით იბრძოლებს, თუმცა ეს არ არის მარტივი პროცესი. ხა საქართველოში არსებულმა წლების განმავლობაში არსებულმა პოლიტიკურმა რეალობამ დაგვანახა, რომ ასეთი მოლაპარაკებები საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა დრო ბევრი არ დარჩა და ალბათ უახლოეს ერთ კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებებამდე მივალთ. ნიშნავს თუ არა ეს არა მარტო თქო გაერთიანებას და შემდეგ უკვე ერთ კანდიდატზე შეჯერებას. იცით რა, გაერთიანების შემთხვევაში თუ ეს გაერთიანება შედგება, ბუნებრივია, რომ ოპოზიციას ეყოლება ერთიანი კანდიდატი. გაერთიანების აზრით სწორედ ეს არის, რომ ოპოზიციამ არ გაუყოს ერთმანეთს ხმები და ერთიანი კანდიდატის, ასე ვთქვათ, მხარდასაჭერად ვიბრძოლოთ, როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა ადგილებზე. თუ გაერთიანება შედგა, კანდიდატი ერთი იქნება. იქნება თუ არა ეს კანდიდატი თქვენ? არა, მე ვთქვი ამის თაობაზე, რომ მე არ ვაპირებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პირადად ვიყარო კენჭი და მივიღო მონაწილეობა, მაგრამ ბუნებრივია ჩართვით აქტიურად ვიქნები ჩართული. იმ შემთხვევაშიც თუ პარტია დამოუკიდებლად გამოვა, გაერთიანების შემთხვევაშიც და აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ.